მოამბე გიყვებათ ისტორია შეუსრულებელი რეისი ბაბუშერას აეროპორტიდან თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 20 წელი გავიდა. ინციდენტს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას განწირულ რეისაც უწოდებენ, რადგან ამ დღეს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა. ტრაგედიის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენებს. ჩვენი კორესპონდენტი ლაშა ჩხიკვიშვილი აფეთქებისას დაღუპული 7 მებრძოლის ოჯახის წევრებსაც შეხვდა. 7-ვე მათგანი ასურეთიდან იყო. სამი თვითმფრინავი იყო გამზადებული წასასვლელად, მაგრამ თანხმობა არ იყო სოხუმის აეროპორტიდან. იმიტომ რომ იყო ინფორმაცია, რომ ის აეროპორტი იბომბებოდა და გარანტიას ვერ იძლეოდნენ უსაფრთხოდ დაშვებისას. 6-ის ნახევარზე დაახლოებით ჩამოფრინდა სოხუმიდან თვითმფრინავი. დაჭრილები და ქალები და ბავშვები ჩამოიყვანა და დაღუპულები. ამ დროს ჩვენი ხომალდის მეთაური მოვიდა თვითმფრინავთან და თქვა, რომ ეგ თუ გამოვიდაო, მე შევალო, არ მჭირდება დისპეჩერის ნებართვაო. გვერდზე ჩემი ირაკლი მეჯდა ქადეიშვილი, რომელიც მუშაობდა არამეანში და წავალ შევივლიო, წამლებს და ბინტებს და გადასახურებს წამოვიღებო. მერაბ კასრაძე, ჩვენი მეგობარი, გზაში იმელთან მოირბინა, რომ უნდოდა ჩვენთან დამშვიდობება. იმიტომ რომ თვითონ ყავდა, ახალი გამოყვანილი ყავდა მესამე შვილი. აი ესე პატარა ბავშვი მიატოვა, წამოვიდა. ჩემს უკან იჯდნენ ალიკო ივანიშვილი და ზურა ოქრუაშვილი. 33 წლისები ვიყავით რა. სიკვდილზე არ ვფიქრობდით რა, მიუხედავად იმისა, რომ ომში მივდიოდით. მე გავაფრთხილეს ყველა ბიჭები ჩემი სახელიდან. გამოჯამრთელდნენ და მეგონა რომ აღარ წავიდოდნენ. თავის დახეული ფეხსაცმელები დატოვა, მამამის წაართვა ფეხსაცმელები შეიცვა და გაიქცა და წევიდა. მე შევიყვანე სკოლაში. მე გავაცილი აქედან. Смотрите информационную программу «Вестник». საღამოთი რივკინის გადაცემა გამოვიდა და თვითმფრინავი აფეთქდა. ვიყურებოდით ილუმინატორიდან ზღვას რო გადაუფრინეთ და ქვემოთ რაღაც პატარა გემებივით ჩანდა. და თითქოს რაღაც აი გასროლებივით იყო. რომ აი ბამბის ქულასავით რო გამოჩნდება, ვემზადებით დასაშვებად და უცებ მოწყდა თვითმფრინავი რა. თითქოს აი გული აი ხელში ამოვიდაო რა. ჰაერშივე ესროლეს. ჩვენ ესე ვიცით. და ეს რო დაჯდა თვითმფრინავი, მე ფრთით გახოხდა. ამ თვითმფრინავმა იტრიალა, ალბათ დაიშალა ეს, მაგრამ შიგნით ისეთი ჩამოწვა, წყდიადი. შავი ბოლი იყო, თვითმფრინავი იყო სავსე, ამ შავი ბოლი. ვერ ხედავდით ერთმანეთს, აი ხელის ცეცებით დავდიოდით. ბიჭები ძალიან ბევრი ცოცხალი იყო. ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას ნახევარზე მეტი. აი ეს ფრთის ადგილი თურმე ძალიან მაგრა, ვინც ნაპირში იჯდა, საერთოდ ჩაიფერფლენ. თითქოს გამკრა ჰაერმა რაღაცა ზევით ადის თითქოს ჰაერი და აი დავინახე ცის ნაგლეჯი. მივადექი რომ ამოვიდე და ვიღაცა ხმა გავიგონო რომ მიშველეთო. ვერ უწოდებიო გოგოს ხმა იყო. და იქვე ბიჭი იდგა რომელიც გავარჩიეს სამხედრო იმაში ჩაცმული. ეს გოგო ავწიეთ და ავაგდეთ რა მოკლედ რა, აი გადავაგდეთ თითქოს იქით თვითმფრინავის აი იმ ნაწილში, ღია გახსნელში. მერე მეც მივყევი იმ წუთას. თვითმფრინავი იყო გავარვარებული. ცხელი აი დამწვა ესენი ფეხები დამწვა, ქვემონა ხელები მქონდა დამწვარი, ამისგან შავი ბული ჩადიოდა საშინელი, აი მგუდავდა რა ვატყობდი, აღარ ჰაერი აღარ იყო. აი ეს ორი წამი ალბათ რო არ ამომეყო თავი და ჰაერი არ ჩამესუნთქა, რომ უბრალოდ გავიგუდებოდი. და მე ვაფათურე უკვე ხელი ქვემოთ, რომ ეს ბიჭი იქნება მომეგდო, მაგრამ უკვე აღარ მომყვარავი. იქ გაჩენილა მოსაზრება, რომ მოდით ეს უცეფო იმას ვქნათო. გავიტანოთ და დავასაფლავოთ, რომ ეს გავანთავისუფლოთ და ბატონ ლაურის გადადგომია წინ. მე ეხლა მინდა ვისარგებლო და აი ეთერით მადლობა გადაუხადო ბატონ ლაური ჯანაშიას. კაცმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აი ეს ბიჭები სულ ყველა ქრისტიანულად დასაფლავებულიყვნენ და მე მათი ამოცნობაც მომხდარიყო. მარტო მე გადავრჩი ჩემი მეგობრებიდან. 5-ნი წავედით, 1 მარტო. ისინი სულ ყველა დაიღუპა. 2 საფლავი გვაქვს აქ. ნივთები იყო, რითაც ამოვიცანეთ, რომ ვისთანაც რა ეწყო. ეხლა ჩემი ალიკოსი მაგალითად ის ამოვიდა, რა ქვია, პირდაპირ საბუთები იყო. ბესოს რა ეცვა ფეხზეო, ბატინკებიო, შავიო, რომ შემოვიდა თუ არა პირველი შეკითხვა ეს იყო. იქ ველოდებოდით ჩვენ არამიანცის საავადმყოფოში და ხო მეთქი და ჩვენია ესაო. არაფერი იმის სანიშნებელი არ იყო, რომ ამამეცნო. ამას ოცნება რომ ის არ მოკვდება. ჩემი შვილს არ მოხ.
მარი მეწოდებაო, მარიო, რომ მე თავი ვერ დავამახსოვრებდებიო, თორე თამას კი დაამახსოვრდება თან. მამას ფაქტიურად ვიცნობ გადმოცემით. ვიყავი წლინახევრის, მე მას მხოლოდ ფოტოებიდან და მოყოლილი ისტორიებიდან ვიცნობ. რა ვიცი, ახლა არ მოვკვდი შვილო, მაგრამ აი ესეთი ისტორია იყო. ერთდღიანი ეპოპეა, ასე ვთქვათ. მაგრამ ძალიან დატვირთული და ძალიან მძიმე.